დავიწყოთ. მე ვარ ოთარ ზაკალაშვილი. როგორც ხედავთ, ჭარბი წონა მაწუხებს, როგორც აი ჩემს უკან სასწორზე ხედავთ. 163.9 კილოგრამი ვარ და ეს არის პირველი ვიდეო ჩემს არხზე. ზოგადად პირველი ვიდეოა YouTube-ზე ასეთი ფორმატით. YouTuber-ობის, ასე ვთქვათ, ვრცელი გამოცდილება არ მაქვს თუ არ ჩავთვლით საგანმანათლებლო ვიდეოებს ჩემს მეორე არხზე. მაგრამ აი აქ ტრანსფორმაციის არხზე თავარი ასე ვთქვათ, ჩემი ამოცანა იქნება, რომ ვაჩვენო ის გზა, რომელსაც გავივლი წონის კლების პროცესში. თუმცა ამ არხს შეიძლება ერქვას ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ რეალურად მაგალითად ჩემი პიკური წონა იყო 178 კილოგრამი და ეხლა 163 ვარ და რეალურად მჭირდება რომ დავიკლო სადღაც 70-80 კილოგრამი იმისათვის რომ ჩემს ჯანსაღ წონას დავუბრუნდე და შეიძლება ჩათვალოთ რომ ტრანსფორმაცია ამიტომაც ქვია ამ არხს რომ ამხელა წონის კლება მჭირდება და შესაბამისად აი ამხელა გზის გავლა მომიწევს და ეს მართალია რა თქმა უნდა თუმცა ამასთან ერთად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არ არის მხოლოდ წონის კლების ასე ვთქვათ პროცესი არამედ მე აი ამ გზით ვაპირებ რომ მთელი ჩემი ცხოვრების ტრანსფორმაცია ასე ვთქვათ მოვახდინო არა მხოლოდ წონის ნაწილში არამედ ყველაფერში საერთოდ და ამისათვის ვაპირებ ძალიან ბევრი რამის ცვლილებას. გადაწყვეტილი მაქვს რომ ჩემი ცხოვრების დაახლოებით 90% უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ. რაც არ მომწონს ჩემ ცხოვრებაში უნდა დავივიწყო, გადავაგდო, მოვიშორო, რაც მომწონს გავაძლიერო, გავჯანსაღდე. ამას ვაკეთებ იმისთვის რომ პირველ რიგში სამი შვილი მყავს. მინდა რომ ეს ადამიანები გავზარდო ისე რომ მათთვის ვიყო მაგალითი რომ სხვადასხვა ასე ვთქვათ სიტუაციებში ძნელი თუ მარტივი თუ ასე თუ ისე ზოგადად ცხოვრება რთული პროცესია და აი ამ პროცესში მინდა რომ პირველ რიგში ჩემი სამი შვილისთვის ვიყო შეუპოვრობის მაგალითი. მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მეორე თუ პირველი ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ მნიშვნელობით იგივე მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით, რომ ზოგადად საკუთარ ჯანმრთელობას მივხედო, საკუთარი ცხოვრების წესი შევცვალო ჯანსაღისკენ და ესეც ასევე არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მაგალითის გამო, არამედ იმის გამო, რომ რეალურად რაც შეიძლება მეტის გაკეთება შეუძლო ისევ ჩემი შვილებისთვის, ჩემი ოჯახისთვის და შემდეგ უკვე თუ ამის უნარი და საშუალება მექნება გაცილებით მეტი ადამიანისთვის ჩემს ირგვლივ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რომ ჩემს ირგვლივ ასე ანუ გასაგებია რომ მე მთელი ცხოვრება წონის პრობლემა მაქვს დაახლოებით 22 წელია, ახლა ვარ 34 წლის და 12 წლის ასაკში გავსუქდი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გაწუხებთ თუ არ გაწუხებთ წონის პრობლემა, რეალურად ირგვლივ სულ აი არ არსებობს სიტუაცია, რომ არ გესმოდეთ, რომ ვიღაცა იძახდეს, რომ აი მე ცოტა მოვიმატე, დასაკლები მაქვს, რაღაცა როგორ გავხდე და ასე შემდეგ უამრავი ასე ვთქვათ კითხვებია ამ ყველაფრის ირგვლივ. და მე ვეცდები ჩემი ამ წლების განმავლობაში, ამ 22 წლის განმავლობაში თავიდან რაღაც პერიოდი თითქოს არც ვიმჩნევდი. მერე რაღაც პერიოდი რო ვითომ გავსუქდი, ამას რაღაცნაირად რაღაცა ანუ რა არგუმენტით იცით რომ აი როგორიც ხარ ისეთი იყავი და როგორიც ხარ ისეთი უნდა უყვარდე ყველას და ისეთი უნდა მოგწონდეს საკუთარი თავი და რაღაც ანუ ეს მიდგომა რაც ჩემი აზრით საბოლოოდ მივხვდი რომ სისულელეა სინამდვილეში როგორიც ხარის კი არ არის მთავარი არამედ და ვინ ხარის კი არ არის მთავარი არამედ როგორი შეიძლება იყო რისი პოტენციალი გაქვს და ამ პოტენციალის მისაღწევად რა არის საჭირო რომ აკეთებდე
ეს არის მთავარი და თუ არ აკეთებ სინამდვილეში, მაშინ რეალურად საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ პოტენციალს ფლანგავ. და ეს რა თქმა უნდა, დიდი ხნის წინ დავინახე, თუმცა დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ რეალურად ეს ნაბიჯი გადამედგა და დამეწყო სერიოზულად ჩემს წონაზე ზრუნვა. ამიტომ ზუსტად იგივე პრობლემა დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს ექნება თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება თქვენს, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, იგივე პრობლემა გაქვთ. და აი გამომყევით, დამისაბსკრაიბდით ამ არხზე და ლაიქეთ ეს ვიდეო და გამომყევით და ნახეთ, რას გავაკეთებ იმისთვის, რომ წონაში დავიკლო. ერთგვარი ჩათვალეთ, რომ ერთგვარი YouTube challenge-ია, რომელშიც მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ და თან ამ ყველაფერს გაჩვენებ, თან სპეციალურად გავაკეთებ ისე, რომ არც ერთ ვიდეოს, რომელსაც დავდებ, წინასწარ არ სკრიპტს არ დავწერ წინასწარ, რაღაც სიტყვას წინასწარ არ მომამზადებ. მაქსიმალურად გულწრფელი, მაქსიმალურად ავთენტური ვიქნები. ალბათ არც ერთ ვიდეოს არ დავჭრი და არ შევაწებებ და ვიდეო ედიტინგის არ გამოვიყენებ. უბრალოდ ჩავრთავ კამერას და გავუშვებ. თუ ისე აღმოჩნდა, რომ დღეში რამდენიმე ვიდეო გადავიღე და მინდა რომ ერთად დავდო, ერთ ვიდეოს სახით, ამ შემთხვევაში შეიძლება თქვა ტელეფონით თუ გადავიღე და კამერით ან რაღაცას შემდეგ, შეიძლება ამ შემთხვევაში უბრალოდ ეს ვიდეოები ერთმანეთს მივაწებო და იყოს მაქსიმუმ ედიტინგის საწყის ეტაპზე, რასაც გავაკეთებ. დანარჩენი ყველაფერი იქნება ის, რასაც აი კამერას ჩავრთავ და რაც მომაფიქრდება და გულით მომინდება რომ გითხრათ, იმას გეტყვით. ხო, ეს რაღაცნაირი მისალმების ვიდეო შეიძლება აქ დავასრულოთ და უბრალოდ მე მინდა რომ გთხოვოთ მაქსიმალურად მხარდაჭერა, ვინც ნახავთ ამ ყველაფერს. დამისაბსკრაიბდით, დამიდექით გვერდში, აი ამ საქმეში, იმიტომ რომ რეალურად ეხლა აი ამას, რასაც მე გავაკეთებ, შემდეგი თვეების და რაღაც პერიოდის განმავლობაში ზუსტად მე გეტყვით დაახლოებით რამდენი ხანი დაჭირდება იმას, რომ აი ჩემი წონა ჯანსაღ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ეს საკმაოდ ესეთი გრძელი მოგზაურობა იქნება, საკუთარი თავის აღმოჩენის, საკუთარი სიჯანსაღის აღმოჩენის, საკუთარი ცხოვრების ცვლილების, ტრანსფორმაციის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა მხარდამჭერი ადამიანების ჯგუფი მყავდეს ირგვლივ, ვინც გამამხნევებენ და ამაში გთხოვთ გულწრფელად და გულით გთხოვთ დახმარებას, ამიტომ დამისაბსკრაიბდით, რომ დავინახო, რომ ნამდვილად ჩემს გვერდით ხართ. ამასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, რომ დამისაბსკრაიბდეთ და დალაიქოთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ჩემი აზრით ჩვენ აი ამ რაღაც პროექტით, აი ამ ტრანსფორმაციის პროექტით, ყველანი თქვენც, ვინც დამისაბსკრაიბდებით და მე და მე კიდევ სხვა ადამიანებს ვეცდები, რომელნელა ჩავრთვა ამ პროცესში, შეიძლება აღმოჩნდეთ ძალიან დიდი ინსპირაცია, ძალიან ბევრი იმ ადამიანისთვის, ვისაც იგივე წონა ან შეიძლება დიაბეტი, ან შეიძლება სხვადასხვა სიმსუქნესთან დაკავშირებული და სიმსუქნით გამოწვეული დაავადებები აწუხებთ, მაგრამ ვერ ახერხებენ საკუთარი ცხოვრების შემოტრიალებას უკეთესობისკენ. ეს მათი ბრალი არ არის, ძალიან ბევრი დიდი გზა დამჭირდა იმისათვის, რომ მე აი აქამდე მოსულიყავი და აი ასეთი ვიდეო ჩამეწერა. ძალიან ასე ვთქვათ, ჩემი მენტალური ტრანსფორმაციის დაწყება გახდა ამისათვის საჭირო და ახლა მე რო ეს გავბედე და ეს ჩავწერე, ახლა უკვე ამ მომენტში 100% თუ არ ასე ვთქვათ, დარწმუნებული იმაში, რომ ეს ყველაფერი გამომივა და ამას ჩვენ ერთად ვნახავთ, ერთად გამოგვივა რეალურად და მოდით აი ეს რაც გამოგვივა, აი ეს გზა ერთად გავიაროთ. მეც თქვენთან ერთად ვისწავლი ძალიან ბევრ რაღაცას, რაც აქამდე ვისწავლე იმას ყველაფერს ნელ-ნელა გაგიზიარებთ. და მოდით გავხდეთ ინსპირაცია არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, საკუთარი შვილებისთვის და ამ შემდეგ, არამედ გავხდეთ ინსპირაცია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში, ვისაც შეიძლება მსგავსი ჭარბი წონა აწუხებდეს და მე ძალიან კარგი მაგალითი ვარ იმ თვალსაზრისით, რომ ვერავინ ვერ მეტყვის, რომ მე რაღაცა მარტივად მაქვს საქმე, ალბათ
ძალიან ტოპ რაღაც ცოტა პროცენტში შევდივარ იმ ადამიანებისა, ვისაც მართლა ამხელა წონა აქვს, ხო? ეს ხა 163.9 კილო არის ფაქტობრივად ორჯერ და კიდევ მეტი, ორჯერ მეტი და კიდევ მეტი, ვიდრე უნდა ვიყო. ანუ ფაქტობრივად ნახევარი მინიმუმ უნდა, ასე ვთქვათ, ჩამოვიჭრა. და მოდი ვნახოთ, როგორ გავაკეთებ ამ ყველაფერს. Subscribe ხლებს დააჭირეთ საინტერესო თავგადასავალი გველის. დროებით.